კომუნისტებმა 60 წლის წინ შეძლეს მეტროს აშენება ამ ქვეყანაში. სად დღევანდელი ტექნოლოგია, სად იმდროინდელი ტექნოლოგია. ტექნიკურად ვიცით, რომ არსებობენ კომპანიები, რომელსაც რაღაცა შეუკვეთავდა, ისინი ამას განახორციელებენ, რაღაც ფასი ჯდება. თუ არ ვცდები, სადღაც 100 მილიონამდე კილომეტრის გათხრა. ანუ შენ ამას გასცემ რამდენიმე წლიანი იჯარით. და ამბობ, რომ შენ ეს ამუშავე, კაცო, როგორც საჭირო იქნება ისე ამუშავე. მე შეიძლება რაღაცა დავასუბსიდირო, რაღაც არ დავასუბსიდირო. ეს ცალკე დისკუსიის საგანია, მაგრამ მოდი შენ კომერციულად დათვალე. და მოდი მე იმუშავე იმაზე, რომ ამოიღო. ანუ ასეთი პირობით, შენ რომ გამოაცხადო საერთაშორისო ტენდერი, ჩინეთიდან დაწყებული, ამერიკიდან დამთავრებული ჩართო ყველა. უბრალოდ ითხოვ, რომ მეტრო გინდა. და რა ვიცი, სულ ერთი 10 კილომეტრი გაქვს გასათხრელი ბოლოს და ბოლოს. თავრობა კი არ უნდა იყოს ამის გამკეთებელი. შევდა შექმნა პირობები, როდესაც საერთაშორისო კომპანიები შემოდიან და ამას აკეთებენ, როცა მომბობთ, რომ უნდა ავაშენოთ ხრუშოვკების ნაცვლად ცათამბჯენები. რატო არ შენდება? იმიტომ არ შენდება, რომ რაღაცა K2 კოეფიციენტია შემცირებული. აი შენ რო უბრალოდ გადაწყვიტო, რომ ხალხო, აი მე მოგცემ საშუალება სამართლებრივად დაგეხმარებით, წაგახალისებთ. იმაში, რომ თქვენი ძველი ხრუშოვკები, რომელსაც უკვე ყველანაირი ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული, ის ჩაანაცვლოთ ბევრად უფრო თანამედროვე ცათამბჯენებით და თუ დგას 20 კორპუსი დღევანდელი, იმ 20 კორპუსის ყველა მოსახლეს აუშენე 5 კორპუსი და პარკში იქნება ყველა მოსახლე. 20-ის ნაცვლად რომ 5-ს ააშენე. და მე მინდა რომ ადამიანებმა პარკში ცათამბჯენებში ცხოვრონ, ნაცვლად ამ ხრუშოვკებისა. მინდა რომ საცობების ნაცვლად, საცობების მოსაგვარებლად მანქანიდან გადმოჯექითო ღარიბებო, ამას კი არ ვეუბნებოდეთ, იმიტომ რომ კალაძეს პოლიტიკა მეტი არაფერი არ არის საცობებთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ ღარიბებს უნდა წავართვათ მანქანები. ყველა თქვენ რომ დააკვირდეთ მის რეგულირებას, ის არც ერთი არ ეხება დიდარ ხალხს. შინაარსობრივად დიდარი ხალხი პარკირების საფასურსაც გადაიხდის, სადაც დგება. იმასაც რა ქვია, სპეციალურ საშვებზეც ეკნება სპეციალურ საშვებზეც ეკნება მოახერხებს ნარუშილოკი ციარულს. კი, იმას კარგი მანქანაც ეყოლება იმისთვის, რომ ეგრეთ წოდებული რა ქვია, ტეხას მოტრები გაიაროს და შესაბამისად მთელი ეს ინფრასტრუქტურა არის მოწყობილი ქალაქში ისე, რომ დიდრებმა იარონ მანქანით, ხოლო ღარიბებს აი სული შეუწუხდეს სხვადასხვანაირი რეგულირებებით, ჯარიმებით, უთათნასნაირი უბედურებით, რომ გადმოჯდნენ მანქანიდან და ჩაჯდნენ 18 მეტრიან ავტობუსში. მე კიდევ ვამბობ, რომ ანუ ვინცაც უნდა იქ ჩაჯდეს, მას გაუხარდება, მაგრამ ჩემი როგორც მერის ამოცანა არ იქნება ადამიანების ავტობუსში ჩასმა. ჩემი ამოცანა იქნება, რომ ადამიანებს, ვისაც მანქანით სიარული უყვართ, იმათ ხონდეთ საშუალება მანქანით იარონ და უბრალოდ სული არ შეუწუხდეთ საცობებში, ერთი და ამას განმუხტავ ახალი ხიდების, ახალი მეტრო სადგურების შენებლობებით და ახალი მისი რა ქვია, დაჩერების ადგილების შექმნით და ასე შემდეგ და მეორეს მხრივ ადამიანს, რომელსაც არ უყვარს მანქანით სიარული, იმას ხონდეს საშუალება, რომ მეტროში ერთ წერტილში ჩაჯდეს და მეორე წერტილში ამოვიდეს. თუ ამისკენ არ მივდივართ, მაშინ რა ქალაქია ეს, რასაც ვაშენებთ?